აილაშ როგორი ევროპული ხარ და ამერიკული დღეს ცოტა შევცვალე როგორ ბრძანდები კარგად შე როგორ ხარ ცი მეც რამდენი ხანი ერთმანეთს არა აი ვერ გავიგე რომ ამდენი ხანი იყავი სანაპიროზე და რუჯი მაინც ხო იმიტომ რომ მე აი 70%-იანი აბჯრად გეცვა კი აი ბავშვები რო არიან ხო ძალიან თეთრი სახეებით რო დადიან ეგ ვარ მე ზუსტად დ-ვიტამინი ოდნავ სასარგებლოც არის ხანდახან ცოტა შეუშვი დ-ვიტამინს იმით მივიღებ რა ქვია მედიკამენტოზურად მივიღებ არის პრობლემა და ამ დროს ჩვენი სტუმარი ისე თაებრივი ქალი ძალიან კაი გოგო და ვინ ყავს შენ თქვენ ჩვენ გვყავს ერთ-ერთი უდასამახსოვრებელესი ხმა უნიჭიერესი უკისკისესი ულამაზესი და უნიჭიერესი თეკო ჩუბინიძე მეგობრებო თეკო ძლივს მოხვდი ჩვენამდე რა სპეციალურად დავანიშნეთ ჩარტერი შენთვის რომ ჩამოფრენილიყავი ბერლინიდან პირდაპირ ჩვენთან ვოისოვერებში პატივია ჩემთვის თქვენთან ყოფნა და მადლობა მოწვევისთვის ძალიან დიდი მადლობა შენ რომ აქ ხარ იმიტომ რომ ჩვენი ეს პოდკასტის ხაზი უშენოდ წარმოუდგენელი იქნებოდა დიდი ხანია ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ახლა შენ მოწვევასთან დაკავშირებით უბრალოდ რაღაცა იმიტომ რომ საქართველოში არ ხარ აქედან გაგვეწელა მაგრამ აი როგორც კი დაგიჭირეთ საქართველოში ეგრე მომნებით გესტონეთ ხა და შემდეგ ჩამოსვლაზეც კიდე ერთი მოსვლა რამე ფილმი ავარჩიოთ ეხა შენი ისტორია ჩვენთვის პრიორიტეტული და დარწმუნებული ვარ სადარი კამერა მაყურებლისთვისაც იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცა განსხვავებულ და ბევრად საინტერესო ისტორიას მოისმენს და შემდეგზე უკვე გქონდეს კინო აუცილებლად მაგრამ ეხა კინოსთვის რო არ დაგვრჩება თეკო შენ ხარ მსახიობი გახმოვანების მსახიობი და მსახიობთა შორის მსახიობი მსახიობების მსახიობი ხმოვანთა შორის ხმა კინოსა და თეატრის მსახიობი როგორც ვიცი არაერთ სერიალში, ფილმში ნამონაწილეები გაქვს და სპექტაკლში მათ შორის. ხო, ეს მე მოვიგონე ხა ნამონაწილეები გაქვს. ახალ სიტყვებს ვიგონებ პრობლემა. უნდა დავამკვიდროთ ეს სიტყვა. ხო. და თან პარალელურად არაერთი ფილმი და სერიალი გაგიხმოვანებია და ჩემთვის ძალიან ბევრი საყვარელი პერსონაჟი შეგიქმნია. ამას ნელ-ნელა გაიგებს მაყურებელი. უბრალოდ დავიწყოთ იქიდან, საიდან მოხდა შენი კავშირი გახმოვანებასთან დაკავშირებით? ნუ თეატრალურიდან თუ აი საიდან გადმოხვედი გახმოვანებაში? მე უკვე თეატრალური დამთავრებული მქონდა, თეატრში ვთამაშობდი, მარჯანიშვილში, მეწვეული მსახიობი ვიყავი და მითხრეს რომ თუ გინდაო, აი კასტინგზე მოდიო და შენ ხმას მოისმენენო და მეც სიხარულით, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო იყო ჩემთვის, აი რაღაცა ეგზოტიკა ცოტა ნეტა როგორია, ხო? იმიტომ რომ ახლა სპეციალობა სწავლობ, მაგრამ ხა გახმოვანება ისეთი ჩვენ არის სწავლება. ხო, არის სწავლება სამწუხაროდ და მოკლედ მივედი და ძალიან სასაცილო ისტორია იყო, იმიტომ რომ მივედი თუ არა მითხრეს რომ ვაიმე ძალიან კაი ხმა გაქვს და რა თქმა უნდა გამიხარდა და მოდი ეგრევე ფილმი ჩაწერეო. პირველივე დღეს? ანუ პირველივე დღეს. მეც კი, ოკეი, კაი, თან მიხარია, თან მეშინია და ნუ ეს რა აღმოჩნდა. პირველივე ფილმი შემტენეს ისეთი საოცარი ბორატი. და გვერდზე დამიჯდა ბატონი ზვიად დოლიძე. რომელსაც ახლა ესე კარგად. ანუ თქვენი პარტნიორობა მაქედან დაიწყო, ჯერ კიდევ ხა ყველგან. ეს იყო წარმოუდგენელი. ჯერ ფილმს რო უყურებდი, თვალებზე ვიფარებდი რაღაცებს, რო ფოტიში ზვიადს შეწავ. ხო, ანუ აი ძალიან უხერხულად ვიყავი ძალიან და მე ნუ სპეციფიკა არის, იცი, ეს ჩემი ტექსტი ცალკე მიდიოდა, ეს ფილმი ცალკე მიდიოდა და პროფესიონალი მიზის და შეწუხდა. ოპა. თან ზვიადი შეიმჩნია, ზვიადი ხო არ იმჩნევ. არა, ზვიადი. იცი, მე თვითონ ისე მიშინოდა, ზვიადის ყოველი ამოსუნთქვა ჩემთვის. ეხლა არ მეჭყობა. არა მძიმედ სუნთქავს შეიძლება კაცი პროსტა. არა. თავისი სუნთქავს. მე მეშინია რომ რაღაც არ მითხრას. ხო ზვიად ეხლავე. თქვა უკვე პერსონაჟმა 1-2 და ეხლავე და ნუ არა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვიცინეთ. ძალიან ვიხალისეთ. მე ძალიან ვინერვიულა, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხვდებოდი რა შემთხვევაში უნდა გამეგრძელებინო, იმიტომ რომ კლიანად ვკითხულობდი ამ დროს ის პაუზას აკეთებს და ნუ ვინც არ იცის ხა ეს სპეციფიკა.
და რავი კასტინგის მერები შეხება არ გაქვს და პირდაპირ იწყებ ჩაწერას ფილმის ნუ თან ნუ რაღაც საოცარი ფილმი იყო ეს ბოროტი და ეს იყო სად ხდებოდა ეგ სად ეს იყო ბრავოში ხო ბრავო რეკორდში ხო მაშინ რაღაცა ცოტა სხვანაირი ეს იყო სხვა სიტუაცია ადამიანები იყვნენ სხვა ხო რაღაც ცოტა ქაოსური გარემო ლაგდებოდა ესე იგი ხო ნუ ეხა ესე მიდი ჩაწერე ცოტა ის იყო რა უცნაური მაგრამ ეგ ზუსტად შენს ნიჭზე და ძალიან კარგ პროფესიონალიზმზე უწევს ხას რომ ეგრევე არა ეხა რთულია პირველივეზე ეგრევე არავის არ სვამენ რა ანუ მე მინდა რომ ანუ ისე ვინერვიულე და ისე დავისტრესე რომ ხამე მესმოდა მარტო ზვიადის ხმა ძალიან დიდი ინტენსივობით, ანუ ფოტოები დამეწყო. და პანიკური შეტევა. მაშინ ქონდა უკვე ეს ყაისნაღი ეს ხოვერდი. თქო ეს კი გეტანება, მაგრამ ამბავი მართლა ეგრეა რა. მაგინე შენ ჩემ ყველა სტუმარს ვისაც რაღაცას ვაკებ, გეტენება. ეჭვია. მარტო მე უნდა მეტენებოდა. არავის არ ვეტენები. მაგრამ არა, ნახე, ამბავი არის ეგრე ჩემი აზრითაც, რომ ხო ყველას გვაქვს გამოცდილება, ხა მეც ლაშასაც ესე ეგრევე ასე რომ პირდაპირ ფილმზე დაგსვეს, ესე იგი მართლა დაინახეს ძალიან დიდი პოტენციალი, იმიტომ რომ დიდი წამება ხოლმე განსაკუთრებით ბრავოში ეგრევე საქმეა. მე არ გეტენებ. იცი რა, ერთი ესეთი ხო ალბათ ის არის, რომ ხო იცი რაღაცა უნარი შეიძლება შენთვის ბუნებრივია და ამ დროს ვიღაცისთვის ეს რაღაცა განსაკუთრებული ნიჭია. მე მახსოვს რაღაცა გადაცემა, რაღაცა ამინდის პროგნოზი უნდა წამეყვანა და ძალიან მარტივად წავიკითხე ეკრანიდან რაღაცა სამხრეთით ეს არის ჩრდილოეთით ის ხარის და ეს ამინდია და აღმოჩნდა რომ ძალიან რთული ყოფილა სხვისთვის და ანუ ადვილად შემეძლო ეკრანიდანაც წამეკითხა და ეს არ იყო ჩემთვის პრობლემა და საბოლოო ჯამში ეს აღმოჩნდა ჩემი კოზირი რომ ტექსტსაც სწრაფად ვკითხულობ, აღვიქო და მე უკვე ხვეწავ რა უნარს რა ხმა იყოს შესაბამის ხო ნელ-ნელა მე ხვეწავ. ხო, ანუ ჩვენ მაინც მადლობლებელნი უნდა ვიყოთ შემქმნელის რომ კარგი ხმებით გავჩნდით, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი ნიჭი გქონდეს ადამიანს, ხა ყველას თავისებური ხმა გვაქვს რა სპეციფიური. მაგრამ არის ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან ბევრი რაღაცის ნიჭი აქვს, რასაც ხმა ჭირდება, ეს იქნება თქვა ეთერის წაყვანა, თამაში, კინოში, თეატრში თუ გახმოვანება. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ტემბრი და ხმა და რაღაც შენ განსაკუთრებით ხავერდი ხმა გაქვს. ხო, ანუ მე დავამატებდი იმას, ამბავია ნამდვილად. არა მარტო ხმა და ტემბრია, ანუ ნიჭია, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მსახიობი ვიცი, ვისაც ძალიან კარგი ტემბრი აქვს, ძალიან კარგი ხმა აქვს და ძალიან კარგი მეტყოლება, მაგრამ იმ სპეციფიკას ზუსტად რაზეც შენ ლაპარაკობდი წეგან, ვერ მოერგო, ვერ ადაპტირდა გახმოვანების სპეციფიკას, იმიტომ რომ სულ სხვა სპეციფიკა აქვს რა, ანუ კი სმენასთანაც არის, ანუ რაღაცა რითმის შეგრძნება, სმენა, ყველა ვარიანტი. ანუ შეიძლება მართალია მეტყოლებდე კარგად, კარგი ხმა გქონდეს. მსახიობიც იყო, ანუ შეიძლება არ იყო მსახიობი და ძალიან კარგად ახმოვანებდა, შეიძლება იყო მსახიობი და ვერ აკეთებდა ამას. რაღაცა ისეთი უნარია, რაც ესე კონკრეტულად შეიძლება ვერ აღწერა, მაგრამ რაღაცა შეგრძნება უნდა შეგეძლოს, იგრძნო ფილმი და განწყობა. ბევრი რაღაცის სინთეზია რა, მხოლოდ ერთი მიმართულება არ არის, ანუ ბევრი რაღაც უნარი გჭირდება იმისთვის, რომ თუ გინდა რომ კარგად ჩაწერო და კარგად გაახმო. უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ თუ არ გიყვარს კინო და ფილმების ყურება, რთულია. ხო, იცი რა არის, თან ეხლა ალბათ მაყურებლებს გონია და ძალიან ბევრ შემახლებელს ეგონა, რომ ჩვენ რო ვახმოვანებდით, ну, გახმოვანება, voice-over კიდე სხვა, დუბლირება განსაკუთრებით. ფილმი ფაქტორად ნანახი არ მაქვს, ხო? ხო, არც. ანუ მე ვუყურებ იმ ფილმს რა და ეგეც ხო უნარია, იმიტომ რომ შენ ის პერსონაჟი არ იცი, საიდან იწყება, სად მთავრდება რეალურად შენ. კი, რეჟისორი რა თქმა უნდა გეუბნება რომ უფრო ეს მიმართულება მოგცეს, მაგრამ ეგეც ერთგვარი, ხო, აი ის ალღო დაიჭმი ხასიათს თითქოს ბოლომდე არ იცნობ პერსონაჟის ისე და მიყვები ფაქტიურად თამაშობ რა და ეგ არის ძალიან მაგარი თან ეგ არის მიხსენებია კიდეც რომ სირთულე ისაა რომ იმის ნათამაშებს თამაშობ შენ როგორც მსახიობს რო გაქვს რაღაც როლი შენ თამაშობ თავისუფლება გიქ რაღაცები ხო ამიტომ რაღაც სირთულები აქვს მაგასაც რა მაგალითად როცა სპეციფიური ხმა არის შენ მისი ხმა, თუ ზუსტად ანუ შენ
რომ არ იყოს ეს ზედმეტი თამაშიც, იყოს ბუნებრივიც. ანუ აი ამ შუალედში იარო ძალიან რთულია რა. ხასიათი გადმოსცეს სწორად და თუმცა ხა ევროპაშიც ძირითადად როცა ახმოვანებ როგორც ხვდები, ანუ არიან კონკრეტულ პერსონაჟებისთვის კონკრეტული ხმები, რომლებიც მუდმივად ახმოვანებენ. შეიძლება საერთოდ არ იყვნენ მსახიობები და უბრალოდ უხდებოდნენ. მაგრამ ეს ის ხმა, რომელსაც აი რავი დიკაპრიოს ხმა არის ეს და всё. ჩვენთანაც ეხლა ეგრე ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში არიან მსახიობები, ის მსახიობი რა ფილმშიც არ უნდა თამაშობდეს, იმის ხმა არის კონკრეტული ერთი მსახიობი და ეგ უფრო კომფორტული ალბათ როგორც რეჟისორისთვის, ისე დისტრიბუტორისთვისაც, რო გაწვდის ფილმს, რო იცის, რომ ხო, იმეჩება ძალიან ამათი ხმა. და კიდე მე მინდა გავიხსენო, საოცრად აკეთებდით თქვენ საქმეს და დღემდე ყველა იხსენებს ხოლმე მაგ პერიოდის გახმოვანებას. მაქვს საუბარი ხარისხზე და იმ კარგად გადმოცემულ გახმოვანებაზე, არ ვიცი როგორ შევაფასო. ეგ რასაც თქვენ მაშინ აკეთებდით, ეს არის GDS-ის პერიოდი, რომელიც აი ჩემი რომელიც დღემდე ისმის, რა ვიცი, რამდენი წელია დღემდე ისმის ყველა სახლში ალბათ. გადადიან, ახვევენ, უყურებენ, განსაკუთრებით ეპიზოდებს. დღემდეც გადის ხოლმე. მრავალ სერიალს. იმიტომ რომ მე მახსენდება ძალიან ბევრი ჰარი პოტერი მაგალითად, კარიბის ზღვის მეკობრეები, ეს საკულტო ფილმები, ანუ ძალიან ბევრი ისეთი ჩაწერეთ. Criminal Minds. აუ ეს იყო ურთულესი. დალაშას იყო აჭარანეთი. ჩვენ აჭარანეთზე ხმოვანებით მაგას. პარალელურად და მე ხო გახმოვანებული მაქვს თვითონ მთელი სრული Criminal Minds-ი მე დალაშას და ისე მომწონდა თქვენი. ზოგადად ისე მიყვარს ეგ სერიალი, რომ ესე რენდომ სერიები რო შემხდება, ეხლაც არის რომ გადავახვევ, ჩავრთავ, თან ხო იმხელა რომ ფიზიკურად ვერ გემახსოვრებ. არა რა უნდა მახსოვდეს. ხო ძალიან მომწონდა. ეხლა მოგყვი რა ხდებოდა, აი როგორი მიდგომა გქონდათ იქ, როგორ ესეთ კარგ შედეგს რის ფასად დებდით, აი ესე მარტივად რო ვთქვა რა. ესე იგი დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი პირველი სერიალი, აი ესეთი პატარ-პატარა გახმოვანებებიდან იწყება მენტალისტით. სადაც მე გადაცემა მიმყავდა. მაშინ და მითხრეს რომ შეხოახმოვანებ რაღაცა მეთქი კი და კაიო მაშინა მოდიო მენტალისტით დაიწყეო და ნუ მე ძალიან თამამად დავთანხმდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველა ქალი, მოხუცი, ბავშვი, ყველაფერი მე ვიყავი, 4 კაცი იყო და 1 ქალი ვიყავი და არ მავიწყლებ, იმიტომ რომ არ უნდა დავყარო ფარხმალი, რომ ეხა მე ამას ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ როგორც კი დაიწყო ტექსტი და ტემპი ისეთი სწრაფი იყო, რომ მარტო ხო არ წერ. და ანუ მე ძალიან ნერვიულობ ხოლმე რომ ვიღაცას ანუ ვალოდინებ ან რაღაცა და მართლა ვტირო ცრემლები მომდიოდა ხოლმე სიმწრის რომ იქ არავინ არ მხედავდა ბედნიერი ვიყო რომ აი მიხოდა ერთი წუთით რა რაღაცა ჰაერი არა რაღაცას ნუ აი იგონებდი რაღაცას ხო რესტარტი მჭირდებოდა იმიტომ რომ ზოგადად კითხვა სწრაფი არ მიჭირს, მაგრამ ის რომ იყოს შესაფერისი იმასთან, იმ ფილმთან ხმა, დამოკიდებულება, განწყობის ხო არ არის მარტო წავიკითხე ტექსტი, ის როგორ დამოკიდებულებით ამბობს, რომ როგორ ახარ, ესე ამდა როგორ ახარს ვერ გაახმოვანებ, ელემენტარული. და იმის განწყობა იმისისა და თან ჩქარი ტექსტი. ნუ მოკლედ საბოლოოდ დავძლიე ეს შემდეგ მოვითხოვე კიდეც რომ ერთი გოგო დამახმარეთ მეთქი და ეს იყო თეონა გურამიშვილი რომელიც დამახმარეს და ნუ გარდა იმისა რომ კარგი ხმები იყო პროფესიონალები იყვნენ თვითონ მე ყველაზე არაპროფესიონალი ვიყავი რეალურად მათ შორის და მე მათთან ერთად დავიხვეწე და ეს გარემო ძალიან მნიშვნელოვანია როცა პროფესიონალებთან ერთად ხარ და მუშაობ პირველი რაც იყო ტექსტი იყო ფანტასტიკური ტექსტი არ გიწერდა რომ აქ რა თარგმნელმა ხო რა კალკია და რა ფიქრობ რა უნდა თქვა როგორი ხო პირდაპირ Google-დან არ თარგმნა რაღაცა და ეს იყო ანუ რედაქტორი თავის საქმეს ყველა აკეთებდა თავის საქმეს შესაბამისად და გამართულად დალაგებული ნუ თანხებთანაც ბევრი რამეა ხო ხარისხი კავშირში არის პირდაპირ თანხებთან იმიტომ რომ მე შენ რო გეუბნები რომ ამ თანხას გადაგიხდი მე მიღირს რომ კარგად ხო, ეხა ვიღაცას არ უღირს ერთ ლარს რო გადავხდი. ეს ყველაფერი თანხებთანაც იყო, რა თქმა უნდა, მოთხოვნაც იყო, პირდაპირ დუბლირებისავით უნდა ყოფილიყო. ანუ voice over იყო, მაგრამ უნდა, ანუ ეს არ უნდა ყოფილიყო. აი, ხშირად გაუჩერები ვარ და უთქვს,
აქ ეს ტირილს იწყებს. ისე რომ ტირის. ანუ იწყებს ტირილს და შენი ხმა ცოტა, ანუ ემოცია და აკანკალე. ფაქტიურად დავიხვეწეთ და მზად აღმოჩნდით შემდეგი ეტაპისთვის მე დუბლირება მარტივი იყო ძალიან. უბრალოდ იქ ახლა დუბლირება, რა ვიცი, მაყურებელმა თუ არ იცის და სავარაუდოდ იცის, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ იქ ემოციასაც გამოხატავ დუბლირების დროს, ხო? სუნთქვა არის, გარბი ხარ თუ. ხო, რაც მე მაგალითად ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მე voice-over-ზე ვარ მიჩვეული. ძალიან მიჭირს ხოლმე დუბლირებასთან რაც. ალბათ ახლა შენც რომ გარემოში ყოფილიყავი, სადაც შენ გთხოვე რომ აი ცოტა ახლა ეს არის, ის არის, ცოტა მეტიც კი მომდიოდა რაღაც. ანუ მეტი პრაქტიკით უფრო მარტივად მივიდოდი და რაღაც. და აი თქვათ ტექსტი დაამთავრა უკვე მსახიობმა და ჩემი გრძელდება, ხო, იქ ვამოკლებდით, თუმცა ისე კარგად იყო ტექსტი უკვე ნათარგმნი, მორგებული, რომ ეს აღარ გვიწევდა და ეს ქმნის ხარისხს. ზუსტად, კი. ჩვენ ბევრჯერ ვლაპარაკობთ ხოლმე შენ ძალიან კაი ხაზი გავუსვი ტექსტს, იმიტომ რომ ბევრჯერ ვლაპარაკობთ გახმოვანების ხარისხზე და ჩვენ მაყურებელსაც ნელა ვუხსნით ამ პროცესებს მოკლედ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მე სულ მაგას ვიძახი რა, ანუ გახმოვანებაზე მეტად არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ტექსტი. ტექსტი თუ არის ადაპტირებული ისეც როგორც შენ ამბობ, ზომაში ჯდება, მარცვლები ყოფნის, არც გრჩება და არც ზედმეტი არ გაქვს და პერსონაჟები და თავს არის. ანუ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, თარგმნელი თავის საქმეს აკეთებს, რედაქტორი თავის რეჟისორის და ყველაფერი აშენებულია. სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს ხოლმე იმ რეალობაში გახმოვანება, სადაც თარგმნელის ჩვენ ვართ, რედაქტორის ჩვენ ვართ. რა თქმა უნდა, მე ეს ხო ხარისხზე მოქმედებს და ამიტომაც არის ხარისხი, რაც არაერთგან გვინახავს. ხო და მე ხალისიც აღარ გაქვს და ეხლა ვიხსენებ კიდევ ერთი სერიალი იყო Newsroom-ი. აუ, ეგ საშინელი სიჩქარის იყო. ისეთი სერიალი იყო. ამოსუნთქვა არ არის. მე ჯერ შოქში ვიყავი რომ თვითონ მსახიობები რა ტექსტს ხო სწავლობს ის მსახიობი ნუ რაღაცა შეიძლება ოკეი იმპროვიზაცია გააკეთო მაგრამ ნუ რაღაცა ისეთი ზუსტი מחვილები უნდა გააკეთო ხო შინაარსობრივადაც რომ იქ ვერ გადაუხვევი იქ როგორ მაგრამ ტექსტს რო ვკითხულობდი მართლა გეუბნებით ხალხო შესვენებებს ვაკეთებდი იმიტომ რომ მეგონა რომ სადღაც ბოლი აგდიოდა გამოგვდის გადაწყვეტ ხდებოდა რაღაც მე ცოტა შეგვაკეთებდნენ და შეკემსვა და აი კიდე რისი თქმა მინდა იცი მსახიობებიც ისეთ ხარისხს დებდნენ თავისი უნარებიდან გამომდინარე სწრაფი კითხვა ყველას არ შეუძლია თურმე იმიტომ რომ იყვნენ ვიღაცები ვინც ახლა არავის არ ვაკნინებ მაგრამ ეს არის უნარი რა ვიღაცას ნელა ვიღაცას შკარა ვიღაცას ასე უკან ანუ სურვილი ქონდათ რა შემოერთების მაგრამ ჩვენი ტემპი იყო ისეთი სწრაფი და ფილმებიც არ იყო ახლა ინდური სერიალი რა ეს ხო უნდა აღინიშნოს რა მაგა HBO სერიალები იყო მაღალი დონის ხარისხის და ტემპიც თავისთავად სხვა არის Grey's Anatomy რომელზეც გიჟდებოდი და Grey's Anatomy იყო თან ახლა მე ვიყავი თვითონ თავარი პერსონაჟი ხო და ალბათონი Grey და ნუ ეს იყო, არ ვიცი, აი იქ თან ხა სამედიცინო ტერმინოლოგია, რომელიც უნდა ძალიან სწრაფად წაიღო, იქ თან პროცესია, ვიღაც კვდება, ვიღაცას ოპერაციას უკეთებს, სისხლისგან იცლება და ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი როგორი მოდის, რომ რამე არ ძალიან. არის მე მაგ ზოგჯერ ვამოწმებდით ხოლმე, იმიტომ რომ ხო, თან ესეთი კაი ტიპი ისინი ყავდა რა, ეხა დავით ბეშტაიშვილი, რომელიც აი ძალიან იმის მიხედვით ტექსტი ძალიან კაი იყო, ყოველთვის ან წინადადებას გამართავდა ხოლმე შეცვლი და თუ რაღაც რა, ანუ ესეთი ტიპი იყო, ხო. და ანუ ეს ისეთი შეხმატკბილებული გუნდი იყო, რომ ეს ხო სიხარულიც იყო და ალბათ, რა ვიცი, ისიც ძალიან მოქმედებს, როცა გიხარია იქ მისვლა ერთობით და ეს პოზიტიური განწყობა ხარისხზე კიდევ მეტად ანუ მარტო ის არ არის პოზიტიური განწყობით ისედაც ყოფილვარ ისეთ თანხას არ იხდიდნენ რა თქმა უნდა მაგრამ ანუ ყველაფერი ერთად ქმნის ამ პროდუქტს რა განსაკუთრებით ადამიანები რომლებიც თანამოაზრენი არიან და რაღაც ერთი ინტერესი გაქვთ რომ ხარისხიანი პროდუქტი არ მუშაობთ უბრალოდ იმიტომ რომ ხელფასს ვიღებთ აი ზუსტად ეს იყო ეს იყო ხელოვნების დონეზე აყვანილი და ჩემთვის ეს იყო შემოქმედებითი პროცესი. ეს არ იყო რომ ეხა მე ნუ მიყვარს. ვიღაცა შეიძლება იმიტომ წერს რომ ნუ ამით რაღაცას გამოიმუშავებს. ესეთებიც არიან, ხო? რა ვიცი.
ჩემ გარშემო ვისთანაც მიმუშავე, ყველა წერდა სიამოვნები და ჩვენ გარშემოც. ვიცი რა, მე რა ფილმებიც რო საინტერესოა, ხო? ახლა რა ვიცი, ყველა მაპატიოს, მაგრამ ჩემთვის ინდური ფილმი საინტერესო არ არის, სადაც იწელება ისე, საიდან კიბიდა რო ვარდება, ნახევარი ფილმი როგორ ზრიალებს მე და ლაშა ცხოვრებას ვთმობდით და ხელფასებზე გვითქვამს უარი და ბონუსზე გვითქვამს უარი იმისათვის, რომ თურქული სერიალი არ გაგვეხმოვანებინა. რამდენჯერ მოგვიწია ეპიზოდი, მე ანუ ბრავოშიც მომიწია თურქული სერიალი და მიუხედავად იმისა, რომ ავიღე პასუხისმგებლობა და მივიყვანე ბოლომდე, ანუ იმას კი არა, უბრალოდ თორქო, ანუ იმდენად მე თვითონ ცუდად მხდი და ზოგადად, რომ ალბათ 1-5 დღე ლოგინად ჩავა. არ მგონია ეს ვინმეს მოწონდეს, მაგრამ რა ხარ, როდეს ზოგს აქვს მოწონს კი არა, ზოგს სხვა გამოსავალი არა, ტრადიციები, მუსიკა და მე ანუ იმდენად არ მაინტერესებს ეგეც კი. რომ აი ეგეც არა, იცი რა, მათი ეს რა ქვია, ძალიან მაინტერესებს კულტურაც, ტრადიციებიც, მაგრამ რაღაცა ზღვარი არსებობს რა, ხა ეს აღარ არის შემოქმედება. მე რო 5 საათი და მე 1 საათი მეორე თვალით გიყურებ, ანუ ეს აღარ არის. მე ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი ამ სერიალს რომ მოვჩი 5 დღე ვიყავი, ზუსტად მახსოვს რომ აი ვერ დგებოდი. აი ერთხელ გავახმოვანე თურქული სერიალი, სადაც მაშინ მახსოვს სპეციალურად ეს იყო სახელმწიფოს დაკვეთა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველი მესამე ქალი აღმოჩნდა რომ თურქეთში ძალადობის მსხვერპლი იყო და ეს იყო იმათთვის, ვისაც ეშინია რომ ხმა მოიღოს, ოჯახში ძალადობა კინო გაგიკეთებია, კაია. მაგრამ ეს იყო რეალურ ამბებზე დაფუძნებული და ფურცლებს ვიფარებდი ხოლმე, ისეთი ძალადობები ხდებოდა, ეს თუ მართლა ხდება, რავი, ყოველ მესამე ოჯახში, არ ვიცი და იმისთვის რომ ამ ქალებს შეძლებოდათ ხმა მოიღოთ სადღაც დაერეკათ, ნუ ეს გმირიც ესეთი იყო, რომელიც მერე ამ ძალადობიდან თავის სერიალი იყო რა, სოციალური, მაგრამ ძალიან ძიმე იყო, ანუ ჩემთვის ეს ძალიან ძიმე, ნაწილობრივ რაღაცით მე მინდოდა დამემატებინ, ახლა კითხვაზე რომ საუბრობდით და რომ ამბობდით, რომ სწრაფად კითხვაც უნდა შეგეძლოს და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რა, ამ ნიჩთან და ხმასთან და ტემპთან და რაღაცებთან ერთად კითხვა. Სუსტად გუში მქონდა რაღაცა პატარა საუბარი, ბოლო სტატისტიკა დაიდო, რომ ადამიანებს 30%-ით გენეტიკური ფაქტორიც კი უნულდებათ, როდესაც დღეში მინიმუმ 100 გვერდს კითხულობენ. ანუ იმის გარდა, რომ ჩვენ, თქვათ, პროფესიულად, როცა სტაბილურად ვმუშაობთ გახმოვანებაში, ვიღებთ ძალიან, თქვათ, ბევრ საინტერესო ამბავს, ხო, ვუყურებთ საინტერესო ფილმებს, რაღაცა პროფესიულად ვიხვეწებით, ეს არის წამალი ხალხი. ანუ დაავადების კუთხით ამბობ? ალცჰეიმერი გენეტიკურად ვისაც აქვს, ახალი სტატისტიკა დაიდო, 30%-ით გენეტიკური ფაქტორიც კი მცირდება, ანუ ფაქტობრივად თუ შენ 60 გაქვს, 30-ს გინულებს, თუ შენ ყოველდღიურად მინიმუმ 100 გვერდს კითხულობ და ჩვენ ვართ იმ პროფესიის ადამიანები. 80 მაინც გვექნება მინიმუმ. უბრალოდ ეს უნდა იყოს რეგულარული რა, ეხა ზოგჯერ გვაქვს ხოლმე ჩავარდნები, მაგრამ ამას ვამბობ, რომ იმდენად საინტერესო პროფესია არის, რომ თან ჯანმრთელობის ამბავშიც გვეხმარება. იცი რა არის, გააზრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არ მარტო წავიკითხე ტექსტი, ეს არ არის, ანუ ეხა მაგალითად მართლა არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ აუდიო წიგნებს მე ზოგადად ისედაც მიჭირს მოსმენა იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროშიც ვარ. ეს გვინდოდა უბრალოდ გახსენებინა, რომ წიგნის ხმაც არის თეკო ყველაფერთან ერთად მეგობრები. ძალიან მნიშვნელოვანი ხმა. საბაზეც და გუდაბუქშჩიცაც დევს ეს წიგნები. რომელსაც ვახმოვანებდი და ნუ არ არის მარტო საქართველოზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად არ მსიამოვნებს ვიღაცა რომ თუ მიყვება რაღაც ისტორიას, ანუ მე მირჩევნა მე წავიკითხო, მაგრამ როგორც კი მე აღმოვჩნდი ამ ასპარეზზე, ასე ვთქვათ, იქ მივხვდი რომ რეჟისორიც შენ ხარ, ერთადერთი სცენარისტი არ ხარ, იმიტომ რომ გიდევს რა უნდა წაიკითხო, თანჯი განათება, ოპერატორი, ეს და შენქმნი მოკლედ. შენქმნი და ეს არის ისეთი სიამოვნება, ანუ ეს საერთოდ სხვა სფერო, მაგრამ ესეც ხმა და ანუ მანდ მნიშვნელოვანი არის რომ შინაარს, ანუ თავი ისკენ რომ მოვასწრო და მე წავიკითხო და რაც მეც წავიკითხავ, მეც ჩავწერ თავისთავად და ისმის თვითონ მკითხველი შინაარს იზიარებს თუ არა? კი, მე ისე ხო და მე ისე განვიცდი ხოლმე და ისე განვიცდიდი, რამდენიმე წიგნი იყო, ერთი ელიფ შაფაკის წიგნი იყო და იქ რაღაც კირკა იყო ჩემი ფავორიტი წიგნები და რომ ანუ ვჩერდებოდი და მეკითხებოდნენ რომ რა ხდება, ანუ იხი ხო არ ვჩანდი ესე და ერთი წუთით
ანუ ემოციები ძალიან გაცხარდა. კითხულობ და რო იცი რომ ეს საჯაროდ კითხულობ, ანუ ეს ადამიანებს უყვები კიდე შენთვის ჭუმად არ კითხულობ, უფრო მეტად ეს არის ალბათ ემოციური. არ ვიცი, ისეც, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აი ამ უცბად რავი შეიძლება რაღაც გიტრიგერდება კიდეც არ ვიცი შეიძლება რაღაც მაგრამ ფაქტია რომ ისეთი ემოციები მომდის ხოლმე რომ ანუ მან თუ მიხარია ალბათ უფრო ვიტყოდი რომ იმ ტექსტს არ ვკითხულობ ისე რომ აი ოღონ წავიკითხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იგივე გახმოვანებაზეც იგივე არის ხო მე შემიძლია ტექსტი წავიკითხო მაგრამ აბსოლუტურად არ ემთხვეოდეს მის ემოციას საერთოდ აცდენაში ვიყო და შინაარსობრივად არ ქონდეს გააზრებული ის ტექსტი რაც წერს რაც წერია და ძალიან დუბლირებასთან დაკავშირებით მე ხოლმე მაქვს რა, იმიტომ რომ მეც რო უნდა ვაღიარო, voice-over-ები თან მithumetes ხშირად რო არის ყოველდღიური შენი რუტინა რო ხდება, ეს voice-over-ები თან ბევრი აი ისეთი სერიალები და ფილმები რაც ახლა ჩვენ ჩამოთვალეთ, რომელიც აი არც არის გასააზრებელი, ტვინის რეცხვაა უბრალოდ გინდ თურქული, გინდ ინდური, გინდ სერიალები ცოტა მონოტონურობაში გადაყავხარ და მე პირადად ცოტათი იქით მანაცვლებს რომ აი არც ხანდახან ვერც ვიაზრებ ხოლმე ტექსტებს იმიტომ რომ რეალურად იქ არც არის ანუ ერთი და იგივე სიტყვები ხა 4 ეპიზოდს რო წერ და გეჩქარება სწრაფად რომ ჩაწერო და voice-over-ია ხო შეიძლება მართლა არც მიაქცია ანუ 5 წუთი შეიძლება ლაპარაკობდნენ ერთი და იგივე თემაზე ერთი და იგივე სიტყვებით აი ყველა ფრაზა იმისიც და ამისიც იყოს ერთი და იგივე ანუ არაფერი და აი მაგას ხო შენც მე იღლები ძალიან რა თქმა უნდა და მე ძალიან ვცდილობ ხოლმე და ხანდახან რაღაც მომენტებში მიჭირს გულწრფელად რო ვთქვა რომ აი დუბლირებაშიც რო ანუ აი გუშინად ზუსტად მაგალითად ნინასთან შადურთან მქონდა ჩაწერა კინოთეატრისთვის ერთ-ერთი ფილმის და აი თელი ჩემი არსებით უჭიდაობდი რომ აი ეს შინაარსობრივი მხარე არ დამეკარგა რომ ანუ შინაარსი წამოიღე და არა უბრალოდ სიტყვები ილაპარაკე რა და ნუ ნინამ თავისი მთელი თავისი პროფესიონალიზმით აი რა ვარწყო დაუზარლად თან ისე რომ აი არც ეზარებოდა აი წერტილმძიმე აქცენტები ისინი რა ქვია შინაარსი აი ესე გავდიოდით ჩავწერდით გავიარეთ მე შემდეგი თან ერთ-ერთი მთავარი როლი იყო ძალიან ბევრი ტექსტი, დიდი ტექსტები ქონდა და აი მთელი ეს პროცესები მქონდა რა. ხო. გიჟდები მაგ პროცესს. ხო, ეს პროცესი ძალიან საკაიფოა რა. ხო, აი ძალიან საინტერესოა, ძალიან მიყვარს ეს პროცესი, არის ხო, ეგეც თერაპიაა მე მგონი. პარალელურად. ხო, და რას ვამბობ, თერაპიათან ფულს მიხდიან აქ. ხო, და აი მაგას ვამბობდი, საქმე რომელიც გიყვარს, ანუ ბევრად ხარისხიანიც არის. ზუსტად. და ანუ ბევრი ვიცი რომ მუშაობს, ну, რა თქმა უნდა. ხო, უბრალოდ და უხალისოდ რუტინაში და ეს არის თავარი, რომ გიყვარდეს, რასაც აკეთებ. კი, გულწრფელად რო თქვა. შემოსავალიც შესაძლებელია თუ არა. ხო, ну, იქ ხო. კიდე ერთხელ რო ვახსენო მოკლედ გულწრფელად რო თქვა, მე მაქვს ხოლმე აი ეს, რა ქვია, აი ნინასთან განსაკუთრებით რეჟისორთან, ნინა შადური რო წერს ხოლმე, ფილმს აი განსაკუთრებით ეგ შეგრძნება. მაქვს რომ აი თვითონაც თავიდან ბოლომდე ყვება, შენც თავიდან ბოლომდე გაყოლებს ამ იმას, რა ქვია, როლს და აი მაშინ ზუსტად ეგ სინთეზი იქნება, რომ შესაძაც პროფესიონალი ადამიანები არიან, მერე საერთოდ სხვანაირი გამოდის ფილმი რა. ხო, აი ეგ გამორჩა, ეგეც თავარი ამბავი ერთ-ერთი, რომ შენ როგორ ხაზზე გაყავხარ რეჟისორს. იმიტომ რომ მე შეიძლება მეგონოს, რომ ძალიან ზუსტად გავაკეთე და ამ დროს აღმოჩნდეს, რომ აცდენაში ვარ. ამიტომ გჭირდება მარტო ვერ იზავ ამას რა. თუმცა რა თქმა უნდა, ხშირად არის, რომ აი სამჯერ ვამეორებინებ ხოლმე, აი უთქვამთ, რომ კარგია, მაგრამ ერთი წუთით მომასმენინა, ანუ თავარია ყურში რომ მოვისმენ, ეგრევე ვხვდები, რომ ანუ შეიძლება მეორეთაც ვერ გავაკეთე, მაგრამ მესამედ. და ეს რა რთული პროცესია. ეს არიცის ბევრმა. ხო, ანონია ჩვეულებრივ. მე მაინტერესებს აი შენ თუ გაიხსენებ ახლა რამე ისეთ როლს ან ფილმს დუბლირების, რომელიც აი განსაკუთრებული იყო შენთვის როგორც პროფესიულად გაზრდისთვის, ასე ვთქვათ რა. აი რაღაც უცნაური რომელი იყო, რომელზე მოგიწია უფრო სხვანაირად მუშაობა, ვიდრე აქამდე არსებულზე. თუ გაიხსენებ. კი, პრინციპში ბოლო იყო ძალიან დიდი გამოწვევა, ეს იყო ფიფქია, სადაც მე Evil Queen ბოროტი დედოფალი ვითამაშე და ვიმღერე. ეგ უნდა მეთქვა, სხვათა შორის იმღერა კიდეც თეკო საოცრად მღერის, კი. ეგ არ ვიცოდი, მაინტერესებს. სამართალი მონობს გვირგვინს, ვინ გაბედავს და მაბრკოლოს, იცოდე
იცი რა მინდოდა რა რისთვის ხასი გამესვა რა ეხა ჩემი გერმანიაში მოღვაწეობიდან გამომდინარე იქაც ხო ხმოვანებენ და თურმე ეს voice over-ი კი არა უკვე დუბლირებით აკეთებენ ის რაც ტელევიზიაში გადის არა მარტო კინოთეატრებისთვის და იქ ჩვეულებრივია რომ იქ დუბლირებას აკეთებენ და მე მივხვდი რომ ის რომ ჩვენ ოფიციალური წარმომადგენელი Sony Pictures-ი და Disney და ჩვენ casting-ს გავდივართ. და აქ ვიღაც ესე ხასიათის მიხედვით კი არ გარჩევს, გამტკიცებს იქიდან რა და ეს casting-ის, გამარჯვებაა ფაქტიურად, როცა შენ გამტკიცებენ და ესეც აღსანიშნია რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება ბევრმა არ იცის რა პროცესს გადის ეს, სანამ შენ იმ როლამდე მიხვალ. და ძალიან მნიშვნელოვანია და ის რომ მე შევძელი სიმღერა რაც ჩემი ოცნება იყო ის სულ მინდოდა. ძალიან მინდა, მე არ მინახავს ფიფქი. რეიტინგით დიდად ვერ გამოირჩევა ეხა ზოგადად. სადაც მინდოდა ნახვა. ფილმის ბრალია. თვითონ ფილმის ბრალია. ხო, და არა იმიტომ რომ რაღაც სხვანაირად, იმიტომ რომ მე უყურე კიდეც მახსოვს ერთად ვიყავით მაგ კასტინგზე მე პრინცის როლი უნდა ემღერა, მე მღერა და ვერ ვიმღერე სამწუხაროდ მე არ დავამტკიცე სიმღერაზე, მაგრამ როლზე კი. მე ვიბრძოლე ამისთვის. მე უნდა ვცადო სიმღერა, მე ხომ მღეროდი ბავშვი. ხო და ძალიან მაგარი პროცესია რა, საერთოდ სხვა სამყაროა კიდე სიმღერა და ხმაზე ხო დამამტკიცეს და შესაბამისად ახლა თუ შევძლებდი სიმღერას. ეს იყო ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს მუსიკა რო არიცი, მელოდია და იმ ხელა სირთულეებია სიმღერაში რომ ვერ ვიმღერე, მივხვდი, კი გავყევი რაღაცნაირად, მაგრამ მეთქი ერთი წუთით მე ხო შემიძლია მეთქი ხვალ მოვიდე და ეს სიმღერა წავიღე და უსმინე როგორ ვამუშავე თან ჩემი და მუსიკოსია და მეთქი მასწავლე ხა როგორ ურთულესი იყო იმიტომ რომ მგონია რომ მუსიკას ყვები და მელოდიას და მეორე ორ ტელეფონში ვაკეთებდი აქ ჩართული მქონდა მელოდია აქ ხმა და მე ხმას ვუსმენდი და ცოტა გავდიოდი გვერდზე როგორ წოდი თელი ღამე და დეჩ არ მოვიწყებე ამ ისტორიას რატო ყვები რომ დილის 5 საათამდე ვმღეროდი ხალხმა ეს რა სიმღერა თან რა როგორ სადადის და საჩამოდის და საწყალი მეზობლები სამართალი და ალბათ მეზობლები არ ვიცი და დეჩემ იმ 40 სიცხეები და თან ვუვლით არის და მოკლედ კასტინგი ჩავი კარგად ჩაიერყო ხოლმე სახში მოვედი და რაკენიო თუ რაღაცა და სიმღერა და ოღონდ ეგ სიმღერა არ იმღერო არ გამაკარკარი გავაგიჟე დილის 8 საათი რო ერთი და იგივე შენ წარმოგიდგენია ეს გავს ნაწარმოების გარჩევას რაც მეზიზღებოდა მაგის მოსმენა ჩემი დის გადამკიდე და იგივეს ვაკეთებდი სიმღერა ერთი და იგივეს მეორე დრო ეს სწორი ტონალობა ეს მოკლედ მაგიტომაც გამოგივიდა საოცრად მაგის ამონარიდები არის და უცრობად გავუსვევთ ჩვენ მაყურებელსაც იმიტომ რომ არ მინახავს ფიფია უნდა და შენ პრინცი ხარ საბოლოო მე პრინცი მე კიდე ბოროტი ხო ბოროტი ნაცვალი გალგადოთ სახმოვანებდი შენ ხო კი გალგადოთ სახმოვანებდი და იდეალურად მოუხდა ჩემი აზრით და სხვათა შორის რა ზუსტად ეგ რომ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი ხარ მართლა ესე პროფესიონალურად უდგები დარწმუნებული ვარ რომ ალბათ მაყურებელმა არ იცის ის ფრაზები ის ერთი ძალიან დასამახსოვრებელი ფრაზა რომელიც აი თავიდან ბოლომდე შენი ამბავია რა იმი რომ ტომ მე და ჩემი მეგობრები ადამიანების მოყვარულ სასტუმროს მიწასთან გავასწორებთ. ვერ შეძლებთ. მართლა, ვითომ რატომ? იმი რომ ტომ რატომ? იმი რომ ტომ ბაბუადრაკს ეწყინება. ეწყინება? გამახსენდა ეხა ზუსტად, იმიტომ რომ ეს იმი რომ ტომ, აი, ხო თითქოს არაფერი, მარტივი რაღაცა უბრალო რაღაც, მაგრამ ისეთი ორგანული იყო, ისეთი სახასიათო იყო, რომ რა მთელ ქვეყანას აქვს მე მგონი ატაცებული უკვე ეს იმი რომ ტომ ფრაზა. აი მაინტერესებს როგორ გააკეთე და მე ერთი რო გაგვიკეთო აქაც იმი რომ ტომ. ხო, შეხმე. მოკლედ ეს იმი რომ ტომ ჯერ გვეგონა შეცდომა იყო. ტექსტში და გადავამოწმეთ რა თქმა უნდა თარგმანი როგორ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ისე ტექსტ თვითონ ეს პერსონაჟი ამბობს მართლა შეტრიალებულად ინგლისურად. ორიგინალშიც. ანუ ორიგინალშიც ასე ამბობს. მაყურებელს გავახსენოთ სასტუმრო ტრანსილვანიაზე არის ანიმაციაზე საუბარი. და
მოკლედ ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ და რა ვიცი რა ჩავწერე ეს იმირომტომ მაგრამ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა რომ შეიძლება და ამ ხელა გამოხმაურება ქონოდა იმიტომ რომ ჭიქებზე იწერებოდა ეს იმირომტომ მერე მემწერდნენ რომ ეს ზოგს ეგონა რომ ეს მე მოვიგონე როგორც სახიობმა და გამხმოვანებელმა და არა იმიტომ რომ ეს ტექსტში იყო როგორც პერსონაჟი ამბობს ისე იყო ნათარგმნი და იცი რა ძალიან ბევრი მასალა იყო იმ პერიოდში და რომ ვახმოვანებდი და რაღაცნაირად ფორმაში ხარ რა ბიჭის ხმა გოგოს ხმა რაღაცა და ადვილად შევძელი რა და მაგალითად სულ გჭირდება ბალანსი რომ ეს არ იყოს რაღაცა არ გაგექცეს ეს არ იყოს ისე და რა მაშინ გამოვიდა ხო გაგვიკეთე რა გახსოვს გთხო იმირომტომ ეს არცია იმირომტომ ბაბუადრაგი გაბრაზდება იმირომტომ ბაბუადრაგს ეწყინება ხო ბაბუადრაგს ეწყინება იმირომტომ დაასაყვარელი პერსონაჟი იყო და არ ვიცი ატო მეც მინდა ხო და თეკო აი ამ ძალიან საყვარელ ნოტაზე იმირომტომ ნოტაზე მე მინდა რომ გაგასინჯო შენ უგემრიელესი კრისპი როგორც ვიცი არ გაქვს ხო გასინჯული არ მაგას მე გაჩვენებ როგორ ხრაშუნებს ხო აი ციკო აგვიხრაშუნე გამიხმოვანე ეხა შენი წავიდა ძალიან კარგია ეგ არის ყველით თან ქართული ხო ქართული მარტივად რო გითხრა არის წარმატებები ხო ანუ ორგანულია მოკლედ თავიდან ბოლომდე თან ახლა შენ გერმანიაში მაცხოვრებელი ადამიანი ხარ და კარგად ვიცით როგორი ყურადღება ექცევა ორგანულ პროდუქციას დანამატების კონსერვანტების გარეშე და მე პირადად გულწრფელად რო გითხრა მე მყავს სელის მარცვლები გულწრფელად რო გითხრა მართლა მიამაყება რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს კომპანია რომელსაც უნდა რომ შეცვალოს დამოკიდებულება ჩიფსების წასახემსებლების კუთხით ხო იმიტომ რომ ჩვენ ახმული გვაქვს ყველას რომ ეს არის არაჯანსაღი პროდუქცია არ შეიძლება ბავშვებისთვის ხო და ეს კრისპი რომელიც ხელში გიჭირავს და მეც მაქვს ზოგადად არის თავიდან ბოლომდე კონსერვანტების გარეშე გამომცხვარია უზეთოა და ჯანსაღი პროდუქციით. და ჩემთვის მთავარი ამბავი მე სულ ამატებ და მე თან მე წინა გადაცემაში იმდენ ვჭამდი რომ ვეღარ ვლაპარაკობ და თვითონ დავდა ანუ ოღონდ სახლშიც ეგ მემართება რომ იმაკ და რატო? იცი რა რო იცი რომ ჯანსაღია. იმიტომ რომ მე ზოგადად ჩიფსი არ მიყვარს, ანუ ჩიფსის მოყვარულისთვის ხო ცალკე ამბავია, ვისაც ეს სნეკები უყვარს ხო, მე მიყვარს ჩიფსი. მაგრამ მე მიყვარს ღვინის სნეკი. ღვინი? მე მიყვარს ღვინო. ღვინის მეგობარი ვარ 24 საათიანი და ჩემთვის ეს კრისპის აი განსაკუთრებით ყველი შენ რაც გაქვს. როგორი მეგობარი გახდა, იცი რომ აი ყველის დაფას რო გავაკეთებ იქ ლეხს მივდებ ყურძენს, სუყრია კრისპი რა. ძალიან უხდება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მივხვდი აი კრისპი რო გაჩნდა, არ ვიცი რამდენად გქონდათ ეგ იდეა რომ ღვინის და ლუდის სნეკი ყოფილიყო. მაგრამ ჩემ აღქმაში აი უბრალოდ სნეკი არ არის ჩემთვის. ჩემთვის არის აი რაღაცა ღვინის სნეკი რა, აი კინოსთან მიდევს და ამიტომ კინო და ღვინო გავაერთიანა ჩემ თავში და კრისპი. ძალიან გემრიელია. პლუს ამას არის ძალიან ნოყიერი. ძალიან განაყრებს ადამიანს და არ გიშინია სხვა დისკომფორტების, რაც ზოგადად ბავშვებისთვის რაც მთავარია, ხო, რა თქვა გაატარო სკოლაში. ეგ ამბავი ნამდვილად აქ რა დაзвოლილი ხარ. აუცილებლად უნდა გაგატანოთ და იქ გერმანელ შენს მეგობრებს უნდა გაასინჯო. ღვინოსთან ერთად. აუცილებლად და მე იქიდან გაგვიზიარე როგორ მოეწონა. და გერმანელ მეგობრებზე გამახსენდა. მე ძალიან მინდა თეკა რომ რაღაცა მოკლედ ვისაუბროთ რაღაც შენ იმდანად მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვს რომ ხა შენ ჩვენ რო ყველა შენს ახალ ამბავზე ვისაუბროთ მართლა არ გვეყოფა დრო მაგრამ მინდა რომ აი მოკლედ ნახე გერმანიაში რაღაც კარგი ამბები გაქვს რაღაც შენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან ამბებსაც აგვარებ გააგრძელე კი ეს შენ იყავით სიკო იმიტომ წინ გადაცემაში როგორ ვიყავით ანუ ვერ გავჩერ და იმის გარდა რომ ამ შენი სამშობლოსთვის მართლა მნიშვნელოვან ამბებს ატარებ იქ რაღაც ნელ-ნელა გინდა რომ შენი გახმოვანების აი შენ თვითონც ახსენე რა და პროფესიული მიმართულება რადგან კარგად ლაპარაკობ გერმანულად, იმიტომ რომ მეც გერმანულენოვანი ვარ, ასე ვთქვათ, მეორე ენა ჩემთვისაც გერმანულია და რომ მოვისმინე შენი ვოისები, აი ისეთი ქართულზე მეტად მომეწონა და უხდები რა და მე მგონია რომ ძალიან მალე მიხვალ იქამდე რა რაღაც უფრო მეტი ამბები გაჩნდება ხმის მიმართულებით. თუმცა ის სოციალური მიმართულებითაც ძალიან აქტიური ხარ. და აი მოკლედ რომ ეგ მოგვიყვა რა, აი რაღაცა რეებს აკეთებ იქ. ესე იგი რეებს ვაკეთებ. ხო, ძალიან რთულია
პირდაპირ რომ ვთქვათ, რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს, რომ შენ სადღაც ბერლინში ცხოვრობ, იქ სადღაც საფრანგეთში ცხოვრობ, ამერიკაში. ბევრად რთულია, ძალიან რთულია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე პირადად უფრო ესეთი ვარ, რა მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიჯაჭული ვარ მაინც ამაზე, ბევრი ამის გამო, მიზეზის, ისტორიის თუ რა ვიცი. ჩემ პატრიოტული განწყობებით თუ სხვა მიზეზებით, ხო? და ძართულია უცბად მოწყდა და წახვიდა იქ, ოღონდ იქ რომელიც მიყვარს, ანუ ეს ქვეყანა მიყვარს, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს, კონკრეტულად ბერლინი და ანუ იქ უნდა დაიწყო ფაქტიურად ჩემი ახალი ცხოვრება. ის, რასაც ვერ გავაკეთებ, ხო, დუბლირებას ახლა სახლიდან ხო ვერ გავაკეთებ, ხო, გახმოვანებას ვაკეთებ voice over-ს რაღაცა სახლიდან. მაგრამ ნუ უკვე დიდი კონკურენცია, ყველაფერი ესეთია რა. დიდი გამოწვევების წინაშე გახარ და მე კითხვა სვამ რომ აი ოკეი, აქ რა შემიძლია მე გავაკეთო, რა უნარები მაქვს. ნუ რა თქმა უნდა, ენის კუთხით ისევ და იქაც დიდი კონკურენცია, მაგრამ ნუ მე არ დავიხებ უკან და შენ თვითონ არ იყოს, აი რავი, იმედი მაქვს, რომ რა თქმა უნდა ხო ვერ შევედრები იმ გერმანელს, რომელიც დაიბადა და ბავშვობიდან იქ ესეც უნდა იფიქრო, რომ ბერლინში ძალიან ბევრი ჩასულია, რომელმაც შეიძლება იცხოვროს 5 წელი და ვერ ქონდა შენი გერმანული, იმიტომ რომ შენ ბავშვობიდან სწავლობ და ის ბაზა გაქვს, რაც გაძლევს უფლებას, რომ შენ ამ ენაზე იმუშაო. ხო და აი ჩემი მიზანიც ეს არის, აი ეგეთ მიზანი მაქვს, რომ აი ისეთ დონეზე. და მე მეც წამიყვანა. ავიდე და თან ეს მიზანი აუცილებლად. ხო ვინეტენება კარგად ხედავს მაყურებელი. არა, მე ვეტონები. ხო და თუ დავისახე ხოლმე ეს მიზანი. ჩემი თეატრალურში ჩაბარებას ეგრე მოხდა. საერთაშორისო სამართალზე ვსწავლობდი და გადახვედი მე. ოღონდ თელცხორება მსახიობობა მინდოდა მე ხო გადავედი ჩუმად გამოვიტანე საბუთები, მაშინ ეგრე არ იყო რაღაც ეროვნული გამოძიება რაცა. იქ სხვა დროს ვარდებოდა ეგ სხვა დროს და ნუ ორიგინალი საბუთებით შევედი, ყველა ტურში მეკონა რომ ვარდებოდი. და ანუ ის თელი ცხოვრება მინდოდა ის, მაგრამ სხვა მიზეზით გადავწყვიტე სამართალ, ისევ რა მიზეზით იცი, მაშინ 90-იანებში გერმანიაში რო ცხოვრობდი, აქ არაწყალი, არაშუქი, არაფერი არ იყო და მე რაღაც პატრიოტული ისინი გამიჩნდა, მოკლედ რომ მე ჩემ ქვეყანას დავეხმარებოდი და ხო სამართალზე ჩავაბარე და ანუ ძალიან საინტერესო იყო ოღონდ იმ პერიოდში თან ეს ფაკულტეტი საერთაშორისო სამართალი და ურთიერთობები იყო, რა ვიცი, ძალიან მაგარი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი და რომ მივხვდი რომ ეს არ იყო ჩემი, წავედი იქ და ხო, აი მასაც დავამატებ რა ტელევიზორში ვუსმენდი ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ თუ არ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, უბედური ხარ და თუ გიყვარს ბედნიერი და აი ამ სიტყვებმა, აი მართლა იმისავით იყო სცენარით, რაღაცა ფილმში რომ გაგაღვიძა. წავედი, შევედი პროექტორად მოკლედ და ჩავაბარე თეატრალურში და ხვდები რომ როცა რაღაცა ძალიან მინდა, აუცილებლად გავაკეთებ და რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ ყველასთან ესეა რა. რაღაცა უნდა გინდოდეს და კარგი მიზნები როცა არის, გამოვა რა და ვნახოთ, აი რა გამოვა, იქ ცალკე წიგნის მკითხველთა კლუბში ვარ, გერმანელებში, სადაც შევიტანე რა თქმა უნდა ჩემი ქართული სხივები, განწყობები, ხასიათი, კულტურა. ჩვენ ქართულ მწერალს ძალიან ნინო ხარატეშვილი ძალიან უყვარს, მაგრამ არ ქონდათ წაკითხული, ესე კი იციან ყველამ რა თქმა უნდა და მე მოვითხოვე რომ ეხლა გერმანიაში არ არის ხალხო ჩვენსავით. მე მყავს რამდენიმე გერმანელი მეგობარი, საკმაოდ კარგი პროფესიის და ძალიან წარმატებული თავის საქმეში და ჩვენ რომ მთელი ცხოვრება არ აგვიღია იმ ხელახალფასი რო აქ თვეში. მაგრამ მაგალითად გოეთე არ აქვს საკითხი. ხო, არიან ეგეთი. იმიტომ რომ იმათ აქვს კონკრეტული მიმართულება, ამიტომ ხარატიშვილი კი არა, გოეთე არ აქვს საკითხული. ზოგს გრიმების ზღაპრები არ აქვს საკითხული, იმიტომ რომ როგორც ჩვენ გვზდიან რა ვთქვათ ეს შენი უნდა იცოდე და ლიტერატურა იქ არ არის ეგ, თუმცა თავის საქმეში არიან ძალიან კონკრეტულები. ხო, ეგეთებიც არიან, ხო. მე იმიტომ მგონია რომ შენ გამოგივა მართლა გულწრფელად და იმიტომ ჯერ ერთი ნუ ჩემთვის რომ მოვისმინე ძალიან აი თითქმის native speaker-ი ხარ რა, ანუ აი ეს განცდა რა უცხოელია ხარ. როდის წეგან მოვისმინე მაყურებელს რომ გერმანულად საუბრობდნენ ერთმანეთში. ეხლა მინდა რომ უბრალოდ ილაპარაკეთ და მე გაგახმოვანებთ რას. მე ხო მქონდა წინაზე ისედაც აქ ჩარტ. მე მინდა რომ თეკოს ერთი წუთი ეგ გააკეთეთ რა. ხო გაგახმოვანებთ. Was kann ich machen? Was kann ich dir sagen?
Was gemacht in Berlin? Was machst du Ja, jetzt? ich mache schon Synchronsprechen und das პირიქით ist sehr ძალიან wichtig დიდი für მადლობა mich. შენ რომ მომიწვიე. Hast du die Hörbücher gemacht? არა, აცოდეთ ერთმანეთს Ja, რომ თან გაგახო ერთი წუთი Ich მართლა. arbeite auch an Hörbüchern. ჩემთვის დიდი und das ist პატივია, auch რადგან აქ wichtig für ვიმყოფები mich. და Und, შენთან ich ერთად habe- საუბრობ ja, ich იმ habe საკითხებზე, natürlich რაც meine მართლა Ziele. ძალიან Ich möchte მნიშვნელოვანია auch erreichen, dass ich მაყურებლებისთვის Theater, და ამიტომ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას spielen გიხდი. werde und so weiter und so weiter. Okay. Ich თეკო, werde რას jetzt ამბობ etwas პირიქით, kurz მე für გიხდი dich მადლობას. machen. არა, ციკო ცოტა Ich denke, ლევებს dass- უნდა ურტყოდეს. მადლობა ეხლა. ხო, მიდი. Okay. Dann ნუ ეხლა რა, denkst du, მადლობა dass du, თეკო das რომ im Berliner ეხლა Theater ჩვენთან sein, ბერლინიდან das ist ახლა für mich ein პირდაპირ sehr ახლა wichtigstes- ჩამოხვედიო და wichtigstes war. Was würdest მეო du dafür პირიქით machen? ახლა რა, Oh, მეო wow. პირიქით Bоже, მადლობელი Bоже. ვარო რომ შენ Ich werde dafür alles machen. ძალიან კარგი გოგო ხარო. კაი, გაგვეშვი. აუ, გავერთე რა. ჩვენ რო გახმოვან დუბლირებაზე ვტოვებთ ხოლმე, აი ზოგჯერ არის რომ რაღაცა ძალიან სერიოზულია და უცოდ კარგი რა, აი რაღაცა ესეც სისულელეს, აი აგეს რომ მეთქვა და აი იმ მომენტში შეფეს სასაცილო არის და ოღონდ ვაკეთებთ ხოლმე რას რომ ვუტოვებთ შემდეგს რა, რომ ვინც ჩაწერს, რა იმან თავისი იმან ის მოისმინოს ჩემი, ანუ მოულოდნელი იყოს რა. ეგეთის მომისმე მომასმე. ხო, ესეთი პატარა ხუმრობები გვაქვს ხოლმე. მე მგონია რომ შენ უეჭველი შეხვალ გერმანიაში მაგ ბიზნესში. გერმანიაში ბიზნესი. და მინდა რომ დიდ და ულევ წარმატებებს გისურვებთ, და იმიტომ რომ იქნები მაგალითად Sky Germany-ის ხმა. აუ რა კაი სურვილები, ყველაფერს ვიღებ. და მე წამიყვან. აუცილებლად. გახსოვდეს რომ მე გიწინასწავლე. რა თქმა უნდა. აუცილებლად. ერთო ჩემო. მე ლაშამ გაგვახმოვანა. თეკო. ხო. შენ მოკლედ ახლა ბევრი ვისაუბრეთ შენს გახმოვანებებზე, მაგრამ შენ არა მარტო გახმოვანების კუთხით გაქვს კარიერა, როგორც თავში აღნიშნეთ, არამედ გაქვს გითამაშია ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ სერიალში და შექმენი ჩემთვის მაგალითად ახლა ჩვენ ეთერს გარესაც ვლაპარაკობდით ამ თემაზე, რომ აი ძალიან დაასამახსოვრებელი, უნიკალური, ის რომ არც ერთს არაფერზე არ გავდა და აი არ ვიცი, ისევ შენი და ზვიადის ტანდემი იყო მანდ რა. და მაინტერესებს ჩემი ცოლის დაქალები როგორი იყო შენთვის, როგორ აღმოჩნდი და აი რა ხდებოდა ზვიადისთან ერთად ზვიადისთან ერთად ამდენი წლის მერე რომ აღმოჩნდით ერთად სერიალში, აიგიც როგორი იყო, კიდე მაინტერესებს. ადამიანმა მოძღვართან უნდა იეროს და არა ტრენინგებზეო. ახალი ხო შე? აი რაც იცი, ორივე შეიძლება, ერთი მეორეს ხალს არ უშლის. აჰა. იცის. აი ქალბატონი მარი არც ერთი არ დადის. ნუ ახლა მე იოგამშველის. მაგრამ ღმერთის ძალიან წამს. ესე იგი ძალიან უცნაური იყო ის, რომ მე გადავწყვიტე რაღაცა პერიოდი, რომ წავსულიყავ გერმანიაში 2021 წელს და მე სწავლა, ნუ ფსიქოლოგიით ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ბევრი წელი ამ სფეროში ვიყავი. სწავლობდი რაღაცა და არტ თერაპიის მიმართულებით. მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცა იყო, მაგრამ რატომღაც ვიზა აღარ მომწეს და მომიწია ჩავსვა. ხო, ნუ მოკლედ რაღაცა პერიოდი დავდიოდი აქეთ იქით რაღაცა. და ფაქტიურად თეატრიდან წამოვედი. აი რაღაცნაირად ჩავხსენი რა. იცი რა არის უცნაური, არ ვიცი, შეიძლება ვისთან როგორ ხდება, მაგრამ ეს პრობლემაც არის ჩემთვის, იმიტომ რომ არასდროს ვერ ვიგებ კასტინგები, როგორ ტარდება. ეს არის ჩემი როგორც მსახიობის ტკივილი, იმიტომ რომ გავიხედავ და ფილმს იღებენ და რა ვიცი, აი კასტინგზე ხო შეიძლება მივიდე რაღაც, ხო არ ვეხოცები ვიღაცას კაცო გადამიღე. მე ჩემსაც დავდებ, შენ მოგეწონები, არ მოგეწონები, ეგ შენი არჩევანია აბსოლუტურად და მე ვიცი რომ კასტინგზე არ ამარჩევენ, არ მაგრამ ამის შესაძლებლობაც რო არ მაქვს, ეს არის ძალიან გულსატკენი და მოკლედ ბოლოს ჩავიქნიე ხელი, ვთქვი რომ ნუ ოკეი, თეატრში ვიყავი, ესე წლები რა, მიწოვით ხან გიზო ჟორდანიას სპექტაკლში, ხან ციცინე კობიაშვილის სპექტაკლში და ნუ აი ძირითად მარჯანიშვილის თეატრში, თუმანიშვილშიც, გრუსთაველის ექსპერიმენტულშიც ესე, მაგრამ ეს არ არის ის ახლა ფილმს რო იღებენ, იმას რო იღებენ, ნუ რა თქმა უნდა, ხონა იცხოვროს ამ შენმა იმან ქვია პროფესიამ, ისე აღარ არსებობს რა და მოკლედ აი ესე წავედი გერმანიაში და ვთქვი რომ ნუ მორჩა რაღაცა სხვა უნდა ვქნა ფსიქოლოგიაც მაინტერესებს ეს და უცბად აი მირეკავენ რომ კასტინგზეო გვინდაო ჩემი ცოლის დაქალებშიო რაღაცა პერიოდში რამდენჯერმე კი იყო მაგრამ რაღაცა ვერ მოხერხდა რა ჩემი ცოლის დაქალებიდან შემოთავაზა და მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო კასტინგზე რომ მივედი მივხვდი რომ ფაქტიურად დამამტკიცეს იმიტომ რომ გავიარე რაღაცა ეგ მკითხეს რომ როგორ რა და ზვიადი იქნებოდა თუ დამამტკიცებდნენ
ჩემი პარტნიორი საინტერესო როლი იყო უკვე ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებული როლი იყო. ხო, საერთოდ განსხვავებული. ძალიან, საერთოდ ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ პაუზა როცა ძალიან დიდი გაქვს. ეხლა გახმოვანებაში არ მაქვს, ანუ ჩავარდნა არ მქონია, მაგრამ უკვე დიდი ხანი არ მქონდა არაფერი. ესე არც მითამაშე და ვფიქრობდი რომ ღმერთო ეხა ასეთ პოპულარულ სერიალში რომ მივდივარ და ასეთი მსახიობების გვერდით დავდგები რომლებიც უყვართ უკვე მაყურებელს და მაყურებელი ძალიან პრეტენზიულია შეიძლება გაგწიროს აი ერთი ჩემი ცოლის და ქალების ჩემი ვარ ეგ მაყურებელი რომ გამოსვლის დღიდან მიყვება ხო ანუ ეგრევე შედარება დაიწყეს ჩემი აბსოლუტურად სხვა პერსონაჟი იყო მაგრამ რომ აი ჩიკა ვიყავი ჩიკა არ ვიყავი და რატო ну окей ეს ნორმალურია რა თქმა უნდა ეგ არის იმის მაგალითი რომ შენ სწორად აკეთებდი შენ საქმეს ხო ზუსტად და მე მივხვდი რომ დაიწყო ეს აგრესია ჩემს მიმართ თუნდაც ჩემ შულს როგორ ველაპარაკები ხო იმიტომ რომ საოცარი პერსონაჟია ქმართან როგორი ვარ მეზობელთან როგორი ვარ და საერთოდ რა ქალია ეს რა უნდა საერთოდ ამ ცხოვრებაში იქ მივხვდი რომ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს თან კომიკური პერსონაჟიც არის, თან ანუ მოსულელო რაღაცნაირი გაშტერებული. ანუ გადაღებების დროს ისეთი ისე მე გადაღებას ვშლიდი ხოლმე, იმიტომ რომ შუა პროცესში მიტყდებოდა სიცილი, ისეთი სისულელე უნდა მეთქვა ხოლმე რა. ან აი მithქვამს რომ მე ეს როგორ თქვა, ეს როგორ გავიმეტო ჩემი შვილი ან რა ვიცი. ხო და ბოლოს მივხვდი რომ ეს იყო ანუ შედგა, მივხვდი, იმიტომ რომ ძალიან მლანძღავდნენ, მომდიოდა სკრინები, მიგდებდნენ რომ კაჟდები და ქუჩაში არ გლანძღავდნენ იგივე რა იყო. ხოთა შორის ქუჩაში არ მლანძღავდნენ და მიკვირდა, იმიტომ რომ ბავშვები მეხუტებოდნენ და ვფიქრობდი რომ მე ბავშვებო კარგი გოგო ვარ, ცუდი გოგო არა. და თეკო იცი რა არის ყველაზე გულის დასაწყვეტი, აი ზვიათთანაც გქონდა ჩვენ რა, თქვენ მაგნაწილზე. აი რაღაცა ბოლო სეზონში შემოხვედით ხო ფაქტობრივად და აი ძალიან ღია დასასრული აი ძალიან საინტერესო ახალი ოჯახი შემოვიდა თქვენი სახით და ძალიან საინტერესო არის როგორ გაგრძელდებოდა და აი უცბად აღარ არის ხო აი ეს პერსპექტივა ის ჰაერში ანუ გამოვეკიდეთ და ხო აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი პარტნიორი იმიტომ რომ როგორც არ აღვნიშნე და ძალიან მინდა ეს თქვა რომ როგორც გახმოვანებაში ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს თუ ერთად ხართ აი voice-over-ი ხო ძირითადად ხო ანუ პარტნიორი ანუ როგორი ტემპით მოყვება როგორ გრძნობს ისიც და ეს შემოქმედებითი პროცესი იბადება ისევე რა თქმა უნდა ეხა ჩემი მეგობარი ნატო გაგნიძეც არ აღვნიშნე რომ რომელიც ანუ ეს GDS-იდან ეს 4-ეული თუ 6-ეული თუ 8 ვინც ვიყავით ეს იმხელა ტანდემი იყო და ისეთი მაგარი პროცესი იგივე არის აი აქ რა ზვიადი იყო საოცარი პარტნიორი იმიტომ რომ ბევრჯერ ჩვენ ბევრი ესე რაღაცა სიტყვები რაც ბუ და რაღაცა ვიგონებდით ანუ ეს პროცესში იბადებოდა ბევრი რაღაცა ანუ მე ბუ ხან ბუს ვეძახე და ერთხელ მითხრა ზვიადმა რომ ნუ მეძახიო აღარ მინდა ამდენსო იმიტომ რომ ვიღაცა მოვიდა და ბუ კუჩაში მაღაზიაში დავიძახავ რომ ბუ ხო და ეს როგორ ცოცხლდება ხო ეს ერთია რომ წერია და მეორეა უკვე როგორ გძნობთ ამ საოცარი სერიალი და თქვენი როლები იყო არ ვიცი ჩემთვის იყო უსაინტერესო ძალიან დიდი გამოწვევა იმიტომ რომ მეშინოდა პირველ რიგში არ გავს ჩემ თავს ან ჩემ პერსონაჟს იყო ბუნებრივი გადიოდი ამ ზღვარზე და ამხელა პაუზის მერე ვიფიქრე რომ ეხა უნდა გადავრჩე მაყურებელმაც და ჩვენი შეფასებითაც რა ვიცი ანუ საუკეთესოზე საუკეთესოდ გამოგივიდა ეგ ყველაფერი იმიტომ რომ ზუსტად მაგიტო ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ შენ ხარ ძალიან მიზანდასახული ძალიან ნიჭიერი მადლობა შრომის მოყარე და ზუსტადაც ეხა ციკოც რო გეუბნებოდა დარწმუნებული ვარ რომ შენი კარიერა ბერლინშიც გაგრძელდება და ერთხელ და არაერთხელ გვასახელებ და ასახელებ თუნდაც ბერლინიდან შენ ქვეყანას და ეს ციგნების ამბავიც მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ რომ ბევრია ჩვენი ადაპტირებული ანუ გულისხმობს ჩვენი ლიტერატურა ძალიან ბევრ ენაზე ითარგმნება და გერმანულადაც და დარწმუნებული ვარ ბევრ წიგნი არის ნათარგმნი ქართულიდან გერმანულ ენაზე და მე ამის პოპულარიზაციას ვახდენ ფაქტიურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითად მეუბნებოდნენ რომ საქართველოს იცი რა რუსული ცოტა ვიცი.
ხო, როელას ეგ ისა. და მე ვეუბნები, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია. და რუსებთან არაფერ შუაში და არ ვართ არაფერ შუაში. ანუ ამ მესიჯით პირდაპირ ხვდება, რომ ეხა თუ ეს ხო ხვდები. და ანუ ძალიან ბევრი შტრიხი შემაქვს, ისე რომ ეს არ იყოს არც გამაღიზიანებელი, რომ ჯემი გვეყანა და გულზე რაღაცა მას ვირტყავდე, მოკლედ შენი რაღაც community რაც ყავს იქ მაქსიმალურად მიიტანო ის ჩვენი ლიტერატურა რაც არის მათ ენაზე თარგმნილი. კი და აი პირველი ხა ამ შემთხვევაში იყო, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო რაოდენობრივადაც ეს ხარეტიშვილის das achte Leben für Brilka. მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის, ეს არის საოცარი წიგნი. რაც დაწერილია გერმანულად და ქართულად ითარგმნა. ესეც რა საოცრება. ხო და მე ვერ დავესწარი, მინდოდა მე თქვა სამში უნდა ყოფილიყავი ბერლინში, სადაც იყო ზუსტად ამ წიგნის განხილვა და ნუ ისე დაემთხვა რომ ვიყო და მე მეილზე მოვიდა რომ ნუ ძალიან დიდი დისკუსია იყო და ვინც ვერ წაიკითხა, ნუ დიდია წიგნი, ვინც ვერ წაიკითხაო, იმედი ამ დისკუსიის მერეო მოუნდებათო. მოკლედ, ბევრი რაღაცა შეიძლება საქართველოსთვის გაკეთდეს და იმედი მაქვს რომ მეც ჩემ წვლილს შევიტან რა. წარმატებებს გისურვებთ, მოკლედ, მთელი გულით, სულით, შენი ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. მთელი ვოისოვერები და ჩვენი მაყურებლებიც და საერთოდ ყველანი და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ვოისოვერებს გაიტანა, ნუ გულისხმობ ქართულ ხმას გაიტან გერმანიაში შენი ლამაზი ხმით. ასევე ერთი პატარა თხოვნა გვაქვს, ჩვენ გვაქვს ესე არქივს ვაკეთებთ, ხმების არქივს და გვინდა რომ გითხრა რომ შენი ხმით რომ გამოიწერე ვოისოვერების არხი. თუ გინდა ბიჭის ხმით გავაკეთოთ ერთი და ერთი ჩვეულებრივ, აი შენი ბიჭის ხმა არის ძალიან მაგარი, ძალიან განსაკუთრებულია რა. აი მე. გამოიწერე ვოისოვერების არხი. კაია. ეს ერთი. ხა. მოიცადე. ხო. გამოიწერე ვოისოვერების არხი. ვოისოვერების ერთი წუთით. გამოიწერე ვოისოვერების არხი. ვოისოვერების არხი გამოიწერე რა. წაგაია თეკო ძალიან დიდი მადლობა დღეს რო ჩვენი სტუმარი იყავი იმიტომ რომ ძალიან საკაიფო გემრიელი ინფორმაციული და როგორ მოგეწონა ჩვენ გარემო ჩვენ სილიკოში მაყურებელსაც ვუთხე მოგეწონა ხა ძალიან კარგია და მადლობა ამ გარემოსთვის ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია კი ვცდილობთ ხოლმე ჩვენც მაქსიმალურად კი და წარმატებებს გისურვებთ იმიტომ რომ ძალიან კარგი წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია რომ კიდევ უფრო საინტერესო კიდევ უფრო დახვეწილი კიდევ უფრო ფართო მაგრამ ნამდვილად ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ძალიან დიდი მადლობა შენ ასევე მადლობა უნდა გადავეხა მადლობების ეტაპი ერთი წუთი მადლობა ციკოს მადლობა თეკოს მადლობა ჩვენს ზილიკოს რომელიც მდებარეობს ბარნოვის 64 ნომერში ასევე უნდა აღნიშნო რომ ჩვენი მეგობარია Facebook ვერდი მუივერსი რომელზეც იდება ფილმებსა და სერიალებზე სხვადასხვა ინფორმაციები ასევე voice-over-ების შესახებაც ძალიან დიდი მადლობა ჩვენს კრისპის მადლობა თქვენ რომ გვიყურებდით და მომავალ შეხვედრამდე კარგად კარგად